გვექნება გასუქების ჩელენჯი და გავიგებთ ვინ გასუქდება ყველაზე მეტად ერთი დღის განმავლობაში და ვინ მოიგებს 1000 ლარს. მე დარწმუნებული ვარ რომ მე მოვიგებ 1000 ლარს, იმიტომ რომ ერთი თვეა უკვე დიეტაზე ვარ და 8 კილო დავიკელი. მარტო ქრისტიკერა ხალხო მეს დიეტაზე ვარ უკვე ერთი თვე არის და ყველაფერი დავყარე არანაირი ცხიმი აღარ მაქვს ადამიანი პრესი დაწერეთ კომენტარებში რომ გიორგი შენ ხარ ადამიანი პრესი ამიტომაც დღეს იმდეს მოვიმატებ რა ცხოვრებაში არასდროს არავით არსად არც ერთ ქვეყანაში არ მოუმატებია ქრისტინე დამარცხებული ხარ ბეჭებზე უნდა დაგაგდო ბეჭებზე ქრისტინე ეს ვიდეო იქნება ჩვენი წინა გასუქების ვიდეოებისგან ძალიან განსხვავებული რადგან ჩვენი გემოვნებით და ჩვენი ესე რაც მომინდა იმას შევჭამ ეგეთი რაღაცა ამ ვიდეოში არ იქნება და რატო არ იქნება? იმიტომ რომ გვექნება სხვადასხვა ჩელენჯები და მოგვიწევს ამ ჩელენჯების მიხედვით ჭამა. ამიტომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე რომ მიხვდეთ ვინ გასუქდება ყველაზე მეც და პლუს გაერთოთ ჩვენთან ერთად ხალხო. მე გავსუქდები. მანამდე აუცილებლად გამოგვიწერეთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დააკომენტარეთ მოგწონთ თუ არა და შემდეგი რა გადავიღოთ. ახლა ავიწონოთ, გავიგოთ რამდენი კილო ვარ. დილიდან ერთი წვეთი წყალიც კი არ დამილევია, მსუბუქი ტანსაცმელიც ჩავიცი, რომ ნაკლები წონა დამიფიქსირდეს და გიორგის მოვუგოთ რაც შეიძლება დიდი ციფრებით. 15 კილო უნდა მოვიმატო რა, აი ძალიან ბევრი. ეხლა ავიწონოთ, გავიგოთ რამდენი კილო ვარ. განახოთ ჩემი გრამები რამდენი დავიკელი? აი მე! ზუსტად 60 კილოა რა. სხვათა შორის ვიყავი 68 კილომდე და 8 კილო დაკლებული. მაგ ახლა ტანსაცმელის მაცვია რა და ეგეთ რაღაცა შვება. დადგა ხალხო ჩემი აწონვის დრო და ვნახოთ ეხა რამდენი კილო ვარ. ის ხო ნახეთ უკვე რომ ქრისტი არის კუნძი. არის ძალიან მსუქანი ჭლიქოსანი ეს. ძროხა. მოდი, ნახოთ ეხა რამდენი კილო ვარ. 81 და 600 81 და 600 ანუ მეც 1 კილო ნახევარი დაახლოებით ტანსაცმელი მაცვია თორე ისე ვარ 80 კილო 90 კილო ვიყავი წინაზე აბა დაწერეთ კომენტარებში გიორგი მაგრად დაიკელი გიორგი ბუმბული ხარ ფაქტიურად გიორგი შენ შეძლებ და ქრისტის დააგდებ ბეჭებზე დააგდებ სანამ ჭამას დავიწყეთ მანამდე უნდა გავიგოთ ვინ რა შეჭამს ამიტომ პირველი ჩელენჯის დრო არის და პირველ ჩელენჯში გვექნება მხოლოდ 2 სახის კერძი ან ძალიან ცხარე უნდა იყოს, ან ძალიან ტკბილი უნდა იყოს. შესაბამისად, აი გვაქვს რულეტკა, ამ რულეტკას დავატრიალებთ და გავიგებთ, ვის შეხვდება ცხარე, ხოლო ვის შეხვდება ტკბილი. მე მგონი ძალიან საინტერესო არის. ქრისტი, შენ დაატრიალებ პირველ თუ მე დავატრიალო? კაი, შენ დაატრიალებ პირველ. მე დავატრიალო პირველი? კი, შენ დაატრიალე, მიდი. კაი, ვნახოთ ის რა მოვა. მიდი, გელოდები. და მოვიდა ცხარე, არ მინდა ცხარე. ო, კარგი რა, დილიდან მინდოდა ტკბილი მეჭამა, თან ერთი თვე არის, რომ ტკბილი არ მეჭამია. რავი, ბანანი მაქვს მაქსიმუმ ნაჭამი. რა მაგარია, ტკბილი მინდოდა მეჭამა დილიდან. ფიქრობდი, ესეთ შოკოლადს შევჭამეთ, ესეთ მოსხულს, ესეთ ბლინებს, ისეთ ნაყინს. ვაიმე, ამაყენეთ ღმერთო. მე და გიორგი შეგვიძლია ულიმიტოდ დავლიოთ ნებისმიერი სითხე, ტკბილი, წყალი, ნებისმიერი, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ჟავის წვენი იყოს. ნებისმიერი შეგვიძლია დავლიოთ. ახლა კიდე გეტყვით ჩემ გეგმას. მე ვაპირებ რაც შეიძლება ბევრი წვენი დავლიო, ბევრი გაზიანი, ბევრი ტკბილი რაღაც გემრიელობები შევჭამო და რაც შეიძლება ბევრი ცომეული, რომ ეს სითხე შევიკავო ორგანიზმში და ესე გავფუდე, დიდი გავხდე და მძიმე გავხდე. ეს არის ჩემი გეგმა. ქრისტის ტაქტიკა არის სრული სისულელე და ეხლა დაგიმტკიცებთ რატო არის სრული სისულელე ქრისტის ტაქტიკა და მე რა მაქვს მოფიქრებული მაგასაც გეტყვით. იქიდან დავიწყოთ რომ ქრისტის უნდა ძალიან ბევრი წვენის, ლიმონადის და რაღაცა მაიმუნობების დალევა. კი შეიძლება ისე ჩანდეს რომ ტკბილს რო დალევ ძალიან ბევრს გასუქდები, მაგრამ რეალურად ერთ დღეში ცხიმის მომატება არის შეუძლებელი. შესაბამისად ტკბილის ბევრი ტკბილის ჭამას არანაირი აზრი არ აქვს. ტკბილის მაგივრად უნდა დალიო წყალი, რადგან წყალი უფრო მარტივი დასალევი არის და უფრო მეტის დალევა შეიძლება ვიდრე ლიმონადის დალევა. ანუ 2 ლიტრა ლიმონადს ახლა ვინმე დალევთ საერთოდ ერთ მოხუდებაზე. მე კიდე 1, 2 და 3 და 5 ლიტრა წყალს ჩვეულებრივად დავლევ. აი უბრალოდ გავუცდებით იმდენი ვიქნები სასწორზე, როცა ამწონიან. მოვედი იუთუბერი გიორგი დანელიას ობიექტზე, სადაც ყიდიან იაპონურ დესერტებს. TikTok-ში მაგ ძალიან ბევრი ვიდეო ნანახი, რომ გემრიელი არის, თან ძალიან ლამაზია. ახლა გავსინჯოთ, ერთად გავსუქდეთ და შევაფასოთ როგორი არის. შევუკეთ ესეთი საყვარლობები და ერთი სული მაგ როდის შევჭამ და დავაგემოვნები, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება. ყველაზე განსაკუთრებული არის ეს ფისო, ისეთი საყვარელი, თან თალა და რაღაცა ვარდისფერია, რომ მენანება საერთოდ ვუკბინო, მეწოდება. კაი, მოდი დავიწყოთ მინა. ვაიმე, რამდენი ხანია ტკბილობა არ მიჭამია. ეს არის ჩემი პირველი კბეჭა. დამაჟრვალა.
ეს არის შოკოლადის ბისკვიტი, რომელსაც თავზე ადევს ესეთი გვირგვინი. ამას ავაძრობთ. და როგორც ვიდეოებში მაქვს ნანახი, უნდა ჩამოიშალოს. ვაი, მე რა კარგი ხარ. ვაი, მე რა კაია. შეგინდან ხრუფუნებს როგორც მე მიყვარს. დადგა ჩემი ჭამის დროს და რას შევჭამდი ცხარეს, ეხა ყველაზე ცხარეს. რა თქმა უნდა, აზიურ საჭმელს, იმიტომ რომ აზიაში იციან ყველაზე ცხარე კერძები. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვიცი. გეტყვით ეხლა ზუსტად რა საჭმელებია, იმიტომ რომ სახელები იმდენად რთულია, ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე. ერთადერთი ვიცი რომ ეს არის ტომიამი. და დანარჩენი ერთს ქვია პად თაი ბოსტნეულით და მეორე green curry noodles ქათამი. პირველი დავიწყებ აი ამ მწვანე რაღაცით. სახელი უკვე აღარ მახსოვს, 2 წამის წინ ვთქვი. ვაიმე. ობიექტზე მითხეს, რომ ძალიან ცხარი არის, რომ ეს სამივეო რა, ეს სამი არის ჩვენთან ყველაზე ცხარეო. პლუს მე ვუთხარი, რომ კიდევ უფრო მაქსიმალურად გააცხარეთ, რაც შეიძლება მეთქი და. ეხლა სიმართლე გითხრათ, ცხარი არის ეს ძალიან, მაგრამ სასწაულად ცხარი არ არის. მაგრამ ძალიან გემრიელია. რამდენი ხანია უბრალოდ გემრიელი რაღაცები არ მიჭარბია. დიეტას რა უთხარი? ვაი, მე არ მინდა რომ შეგჭამო, მაიმე რა გავაკეთო? ძალიან საყვარელი ხარ. უყურეთ როგორ თანთალებს, შეხედეთ როგორი თანთალა, ჩემნაირად თანთალებს, მეც ესეთი პუტკუნა ვარ ჯერჯერობით. ყურძნის წვენისგან რო ვაკეთებთ ხოლმე თათარას, აი მაგას მაგონებს ეს. მოკლედ ხალხო, იმდენად ცხარე იყო, იმდენად ცხარე, მაგრამ მაინც შევძელი. შევჭამე, ცოტა წვრიანი დაბჭა, დაჟე ბრიჯიც კი შევჭამე, წარმოვიდგინეთ ბოლო. ძალიან ცხარეა, ძალიან ცხარე. ამიტომ მომიწია ესეთი წვენის ყიდვა, ეს რო გვასპონსორებდა, შემოვატრიალებდით და განახებდით. რა წვენია? არავინ არ იცით რა წვენია, მაგრამ მე განახებდით მე და გეწოდინებოდათ. ამიტომ დაგვასპონსორეთ და გაიგებთ. ნახე რა, სპეციალურად გაუკეთეს დასალევი იქიდან რომ ეს მოვატრიალო და განახოთ, მაგრამ არ განახებთ. იმიტომ ფული არ გადაუხდიეთ. აბერტო, ჩემო, როგორი ცხარე იყო. შევჭამე ფაქტიურად ყველაფერი ბოლომდე და მუცელი გადამებე რა, აი გასკდომაზე ვარ. და ახლა გეტყვით რომელი მომეწონა ყველაზე მეტად. პირველი არის აი შოკოლადის უგემრიელესი იყო. არ ვიცი რა ქვია, მაგრამ შოკოლადის უგემრიელესი იყო. ხრაშუნებდა, მოკლედ ძალიან მაგარი იყო. მეორე არის ეს ჩიზკეიკი. და მესამე ადგილზე გავიყვან ამ მარწყვი ბანანის კრემით გაკეთებულ სირბილეს. ძალიან კაი იყო და მეოთხე ადგილზე ამ უსაყვარლეს რაციდო, ისეთ ყურებიან ფისოს. როგორც გითხარით, იმისათვის რომ ძალიან სწრაფად გავსუქდე, ანუ უბრალოდ წონაში მოვიმატო, უნდა დავლიოთ ძალიან ბევრი წყალი. ამიტომ ვიყიდე ესეთი ახლა ლიტრა ნახევრიანი, ანუ ძალიან დიდი არის და ვეცდები რომ რაც შეიძლება ბევრი დავლიო. გამომწერები, ხო ხედავთ, ყველა გცნობს, ამიტომ გამოგვიწერეთ, ხალხო, გამოგვიწერეთ. ზოგადად მარტივად ვსვავდი ხოლმე და ეხლა რაღაც მიჭირს. კომენტარებში ვინც გამოიცნობს ეს ბოთლი რატო ფსავს, იმას გადმოეცემა 50 ლარი. პირველი ვინც გამოიცნობს. მოკლედ და ესე ცოტა დარჩა. ამას კიდე ცოტა ხანში დავლებ. დადგა უკვე მეორე ჩელენჯის დრო და უნდა დავატრიალოთ ჩვენი რულეტკა და გავიგებთ ვის რა შეხვდება. ამჯერად ჩელენჯი იქნება განსხვავებული. იქნება 4 სხვადასხვა ფერი, წითელი, ყვითელი, შავი და თეთრი. და რომელი ფერიც ამოგივა, მხოლოდ იმ ფერის საჭმელის ჭამა შეგიძლია. ხო ძალიან მაგარია, ქრისტი, ძალიან მაგარია, მაგრამ თან ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ ფერზე რო იპოვოს სხვადასხვა საჭმელები არის ძალიან რთული. დავატრიალოთ, ქრისტი? კი, შენ რომელი ხო მე დავატრიალე, ეხლა შენ დაატრიალე. მე მინდა რომ ამომივიდეს ყვითელი, იმიტომ რომ ყვითელი არის აჭარული. მომეცი. აჭარულ ხაჭაპურს შეჭავდა კაცი. დაატრიალე. მე თეთრი მინდა, თეთრი. არა, უკარგი ბიჭო, ჩემს წინააღმდეგ არის ყველაფერი. ყვითელი ამოვიდა ისევ. ყვითელი ამოვიდა. ქრისტი, რა ცხოვრებაში არ გაგმართლებია და არც ერთ ვიდეოში ეხა გიმართლებს ყველაფერი? აუ, აჭარულ შევჭამ, კიდე ხაჭაპურს შევჭამ, ლობიან შევჭამ. მომეცი აქ და მეც რო ყვითელი ამოვიდეს რა ხდება? არა, ეგრე არ გამოვა, ეგრე არ გამოვა. კაი, მოდი ახლა მე დავატრიალებ და ვნახოთ ვერაფერი ამომივა. სპინ. მე ვფიქრობ, რომ წითელი ამოგივა. თეთრი რა მიხარია თეთრი რა არის თეთრი ხინკალია თეთრი ქრისტი თეთრი კიდე რა არის კი მეტი არაფერი ხინკალ შეჭამ კიდე ხინკალ შეჭამ თეთრი რა არის ხალხო დაწერთ კომენტარებში თეთრის ფერის რა იცი ღომი შეხო ღომი გიხვა მე ზიზღება კარგი რა ქრისტი ღომი არა ელარჯი ძალიან მიყვარს მაგრამ ღომი არ მიყვარს ღომი რა საჭმელი ღომი საჭმელია გენაცვალე იქ რაღაცა ღომი არის ღომი და ელარჯი არის საჭმელი ქრისტი რაც მთავარია
აუცილებლად გამოგვიწერე. აი ესეთი ვიდეოები ხო გინდა რომ კიდე შეხვდეს ძალიან ბევრი, ამიტომ აუცილებლად გამოგვიწერე. აუცილებლად დაალაიქე ეს ვიდეო რომ მეტი мотиваცია მოგწეს და დაწერე კომენტარებში რომ გიორგი ძალიან გიყვარს და ქრისტი საერთოდ არ გიყვარს. ბიჭო. აბარა. ვერა ხარ, შენ რა კომენტარებში დაწერეთ რომ გინდა ქრისტი განცი გიორგი ბანძი კაცო როგორც ყოველთვის ვწერ ხოლმე რა. აბარა. შემდეგი ჭამის რომ მოვიდა, გარდან წითელი კი არის, მაგრამ შიგნით ყველაფერი ყვითელი არის და ეხლა გავსინჯოთ შიგნით როგორი იქნება. ეს არის ჩიზბურგერი, ზევიდანაც დამიწერეს. ალუბლის არის შიგნიდან, შემეშალა. აი ყველაზე განსხვავებული ალუბლის ბურგერია, რაც კი მიჭამია. შეხედეთ უბრალოდ როგორია შიგნიდან, აი ესეთია. ძალიან დიდხანს ვეძებე თეთრი პროდუქტი, რა შეიძლებოდა მეჭამა. ვერც ღომი ვერ ვნახე, მაგრამ ღომის სარმინო და ვერც ელარჯი ვერ ვნახე, ვერაფერი ვერ ვნახე და ამიტომ საბოლოოდ რაც ვნახე არის ხინკალი, მაგრამ ეს უბრალოდ ხინკალი არ არის. გვაქვს ქალაქური ხინკალი, გვაქვს თიულური ხინკალი და გვაქვს თელავური ხინკალი და გავიგოთ რომელი არის საუკეთესო. ქალაქური, თიულური თუ თელავური, თქვენს ხო გაინტერესებთ, მეც მაინტერესებს. დავიწყოთ სტანდარტულად ქალაქურით. მე ზოგადად ყველაზე მეტად მიყვარს ქალაქური ხინკალი. მაგრამ ვნახოთ შეიძლება სხვებმა აჯობოს. ოჰოჰოჰო. მართლა ძალიან გემრიელი არის ქალაქური ხინკალი. შემდეგი არის ჩიზბურგერი. ჩიზბურგერი შევჭამოთ. ჩიზბურგერი მიყვარს. ბევრი მაქვს ჩიზბურგერი ნაჭამი. დედა რამხელა ხარ, აი ამას მთლიანად მოვახსნი ამ ცელოფანს. აი ესეთი ახლდა შიგნიდან აი ესეც საყვარელია. ოპა. ეხლა ვერ ვიტყვი რომ ბევრი ყველი აქვს მეთქი შიგნიდან. მოვიტყუები, მაგრამ ხორცი ძალიან გემრიელი და წვნიანია. პურით მომეწონა, იმიტომ რომ რბილი არის, აი რო აჭერ იტკეპნება და კაი გამოდის. მოგეთ ქალაქური კაი იყო, ეხლა გადავიდეთ თიულურ ხინკალს. მოგეთ თიულურში არ არის უბრალოდ წვანილები. ქალაქური ხინკალი ათი თავი ჯობია, რა მწვანილები ძალიან უხდება ზოგადად ხინკალს. მაგრამ ესეც კაია. და ბოლო ახური ხინკალი, თელავური. აბა, არ დამაღალატო ჩემო ლამო. ძალიანაც იმენა გავამართლო. წახელი ვარ და კახური ხინკალი, მაგრამ წინაური უეჭველი ჯობია. ბოლო ორი ლუკმა დამჩა. არ მეტევა კუჩა, აი აქ მაქვს, მაგრამ ვიჭრა გულშემატკივრობთ და გინდათ რომ გავიმარჯვო და გიორგი დავამარცხო, საბოლოოდ გიორგი დავამარცხოთ. ხო და ახლა მას ბოლომდე შევჭამ. რამენაირად გადავყლაპავ. ძალიან ცუდად ვარ, მართ აღარ შემილია ხალხო უკვე. ამის გამო თუ არ გამომიწერეთ, აბა რის გამო უნდა გამომიწეროთ? აი ფაქტიურად ვკვდები უკვე. კომენტარებში დაწერეთ რომ აუცილებლად მოვიგებ და გულშემატკივრობთ მე. მოგეთ ხალხო მართლა ვისი ამონი, მაგრამ მეტი სჭამა არ შემიძლია. აი წყალი ლიტრა ნახევარი წყალი რო დავლია, არ უნდა დამელია. იმიტომ რომ ძალიან რთული არის ეხლა ამის შეჭმა. 4 ხინკალი დამჩავ. დანარჩენი როგორც ხედავთ დაყუმბარებულია. საბოლოო ჩელენჯის დრო დარჩა. იმდენად ძალიან გასიებულები ვართ უკვე ძალიან, აი გული მერე უკვე ისე ვარ. არაფრის არ სჭამა არ მინა, არც დალევა მინა, აი 1 მილიგრამი რო რაღაცა ჩავიგდო შეიძლება აი მოუწყა გაურობა. რაც არ უნდა სუდად ჟღერდეს. აი აქ მაქვს საჭმელი, მართლა არ შემიძლია ჭამა, აი მუცელი მაქვს, აი გადასკდომამდე. აი რა დიეტაზე დავჯექი. ზოგადადაც ეგრე. რაც ანუ ეგ არაფერ შუაშია ჭამა მაგას. ბიჭო, ეხა ეს არ შემოგ. ბიჭო. კურდა მომეცი, ბიჭო. მოკლედ ხალხო, მესამე და საბოლოო ჩელენჯი მდგომარეობს შემდეგში. მე და ქრისტი უნდა აურჩიოთ საჭმელები ერთმანეთს. თან ყველაზე ცუდი ამაში ის არის, რომ მე და ქრისტი ვიცით რა არ გვიყვარს. ანუ მე რა არ მიყვარს და ქრისტის რა არ უყვარს და იმედია რომ ისეთ რამეს აარჩევ, რაც მე მომწონს და მეც ისეთ რაღაცას აგირჩევ, რაც შენ მოგწონს. არა გიორგი, მე ეგრე მიცნობ რომ მე რამე ცუც აგირჩევ. საიდან მოგაქვს ეგეთი რაღაცეები? მე უკვე ვიცი გიორგის რა ვუყიდო, გიორგის რა ეზიზღება ყველაზე მეტად, რაზე ხდება ცუდად, აი პირსაც რო დაადებს უკვე რო გული აერევა, აი ყველაფერი რაც შეჭამა უნდა ამოვაღებინოთ პირიდან ხალხო და მე უნდა მოვიგო 1000 ლარი. ქრისტი, განძი, გიორგი, ბანძი.
ვიცი რა უნდა ქნოთ. დაწეროთ კომენტარებში ეგეც. ქრისტის გიგონია ეხა რომ ამ ჩელენჯის გამო მომიგებს, მაგრამ რეალურად ეს წესი არის ჩემზე მორგებული ზუსტად, იმიტომ რომ ქრისტი 100%-იანი ვიცი რას არჭამს, რა არ უყვარს, იცით, ხორცი. ჩვეულებრივი ხორცი კი არა, აი რომ ბღავის ხორცი, ისეთი ხორცი. ანუ ეს რას ნიშნავს? სისხლი უნდა გაზდიოდეს, აი ისეთი სტეიკი უნდა ვიპოვო ეხა სადმე, რომ სისხლი გაზდიოდეს, აი ბედური სანახავი რო იყოს ქრისტისთვის, რომ მე სიამოვნებით შევჭამდი ეგეც. გიორგიმ ამირჩია სტეიკი. გიორგი მიცის რომ ეს სტეიკი არ მიყვარს და გეტყვით რატომ? ადრე გიორგიმ სტეიკი მაჭამა ძალით, თავისი გაკეთებული. იმდენად სუდად გააკეთა, რომ სუდად ვხდებოდი ჭამის დროს, იმიტომ გული მერეოდა. და იმედი მაქვს, რომ ეს სტეიკი დამავიწყებს გიორგის გაკეთებულ გემოებს და იმედია რომ ზარეული ამ რესტორნის ბევრად უკეთესია ვიდრე გიორგის ხელები. არ მინდა რა ვჭამა, მინდა რომ ცუდი მოგონებები მაკავშირებს სტეიკთან, ძალიან ცუდიდან. თუ რამე ღვინო აქ მომ გადავკრავ და დამავიწყდება. ჩემს სახეზე ალბათ ხვდებით, რომ ძალიან უკმაყოფილო ვარ. ქრისტი მიცოდა, რომ აი ეს corn dog-ები არ მიყვარს, ანუ არ მიყვარს, თან სოსისით არ მიყვარს, თორე ზოგადად corn dog-ი მიყვარს და ძალიან გემრიელი და გასინჯული მაქვს, მაგრამ აი სოსისიანი კორნდოგები არის აი ჩემთვის რაღაცა კატასტროფა მოკლედ. ამას მე პროტესტის ნიშნად არ შევჭამ და მაინც დარწმუნებული ვარ რომ მე მოვიგე. ამიტომ არავის არ გაგიკვირდეთ არაფერი. აი ხა მივალ სასწორზე და დაგემკისებთ რომ მე მოვიგე. რამე არ მომივა, ეხა ეს რო შევჭამო, უიჭველი ხო? არაფერი არ მომივა. სუნი მართლა კაი აქვს. რა გემრიელი ყოფილა. თურმე გიორგის უბედური ხელების გაკეთებული ყოფილა ის. მამია. დაიცა. ვანე. გიორგი. ხორცით აღარ დააკარო გეხვეწები. თორე დროხა იბღავლებს შენს მაგივრად და ჩემს მაგყალას მაგივრად. ეხლა მოუსვას. ეს კაია. გავიდა უკვე ერთი დღე, დადგა აწონის დრო, ახლა გავიგებ რამდენი კილო მოვიმატე. მერე გიორგიც აიწონება და გიორგიც გაიგებს რამდენი კილო მოიმატა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მოვიმატე და მე მოვიგებ იმ 1000 ლარს. და გიორგი საერთოდ ვერაფერსაც ვერ მოიგებს. დარწმუნებული ვარ. კარგი, მოდი, ეხლა ავიწონოთ. კარგად მოვიმატე, ბიჭო. რამდენი მომიმატე, აი ამას ვამბობდი რა, რომ რაც შეიძლება მეც სითხეს დავვლობ და ბევრ ტკბილს შევჭამთქო. აი ზუსტად დამეტყო. ახლა მე ავიწონები და ვნახოთ ხალხო, რამდენი კილო მოვიმატე? რამდენი კილო მოვიმატე? ესე იგი ვიყავი 81 და 55. უხათაო, ამდენი მოვიმატე, რანაირად გაფიცი. მიდი ქრისტი, თქვი, რამდენი მოვიმატე? შენი თქვა პირველი და მე ვთქვა. აი მე ვიტყვი პირველი. 2 კილო და 95 გრამი. რამდენი? 2 კილო და 95. მე რამდენი მოვიმატე იცი? უეჭველი 1. 3-4 კილო გექნება მომატებული. მე ვიცი ჩემი ბედი, თავიდან კარგად ვიცი. 1000 ძალიან გინდა? ძალიან მინდა, ჯერ არ ვიცი რაში დავხარჯა, მაგრამ ძალიან მინდა. კაი, მე მოვიმატე ქრისტი 2 კილო და 85. 15 შენს? არა. აბა? 85. აი ხა მეღადავები გიორგი რა, ჩემი წონა გაიგო, ეხა კარგად მაღადავებ და მე მეტყვი რა 3 კილო მოვიმატეო. მართლა 2 და 85 მოვიმატე. მეღადავები ბიჭო. მართლა შემიძლია ავიწონო და გაგიმფიცო. მართლა 2 და 85 მოვიმატე. დაიფიცე. გეფიცები. და ყველაფერი არის შენი ბრალი ქრისტი, იმიტომ რომ აი ეს ბოლო 2 კორნდოგი რომ მომიტანა ის სოსისები. ის სოსისები ვერ ვჭამე. ბიჭო, ხელი მომტესე. ისი ხარ, 1000 ლარი გაქვს. სად არის ჩემი ფული? გადმოგირიცხავ. ეხა როგორ დავაჯერო ხალხს? 500 ლარს მომცე. რავი, სკრინშოტ ვაგდებ იმაში, რა ქვია. სკრინი, რომ ქრისტის მართლა გადავურიცხე ვიდეოს მერე. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ, რომ მოგება მე მეკუთვნო და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რაც თავარია ეს ვიდეო დალაიქეთ და დაწერეთ კომენტარები, როგორ მოგეწონათ ეს ვიდეო და შემდეგი რა ვიდეო გადავიღოთ. აი რა ვიდეოსაც დაწერთ შემდეგი რომ გადავიღოთ და ვისა რომელსაც ექნება ყველაზე მეტი ლაიქი ამ კომენტარებიდან იმ ვიდეოს აუცილებლად გადავიღეთ. ადექი ბიჭო აა. რო ხა მძიმე ხარ. ძიმე შენ ხარ 100 გრამით მსუბუქი. სუმოისტი ნახე რა. სუმოისტი კი არა. ბიჭო ეხა არ დაგახტე ზევიდან დაგალეწავ. წადი იჭიდავე რა. ბიჭო ვისი უბნები ეგრე ბიჭო შენ ჰა? კაი, შო.